სალამი მეგობრებო, ეთერშია GeoTrader. ეთერშია ყოველკვირეული მიმოხილვა ბიტკოინის და ეთერიუმის, როგორც დაგვირდით, ყოველ ორშაბათს გამოვა ვიდეო მიმოხილვა ამ ორ აქტივზე, ხოლო კვირის განმავლობაში რაღაცეები თუ შეიცვლება, პოსტის სახით დაიდება Telegram არხზე. ლინკი არის აღწერაში, შემომიერთდით. ვფიქრობ, რომ საინტერესო ანალიტიკა იდება, რომელიც ასევე დაგეხმარებათ ტრეიდების განხორციელებაში, გასული კვირის განმავლობაში. ჩვენ შევასრულეთ რამოდენიმე ტრეიდი, Telegram არხს ასევე აქვს Telegram ჩატი. ჩატში გაწევრიანებულია ის ხალხი, ვისაც სურს, რომ ჩემთან უფრო ახლო ურთიერთობა გქონდეს, რაღაც კითხვები დამისვას, ზოგადად რაღაც მოსაზრებების გაზიარების კუთხითაც ძალიან საინტერესოა. შემოგვიერთდით, დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის. მოდით დავიწყოთ ბიტკოინის განხილვით, დავიწყოთ ისევ და ისევ დღიური ტაიმფრეიმით. ვინც უყურებთ ჩემს მიმოხილვებს, იცით, რომ გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მოცულობითი ზონა, ეს არის პირველი, შემდეგ მეორე, მესამე. ეხლა ფასი იმყოფება გამყიდველის, ანუ ეს არის ნომერი 1 მოცულობითი ზონა, გამყიდველის ზონა და მეორე არის მყიდველის ზონა, ამათ შორის იმყოფება ამ წუთას. გასული კვირის განმავლობაში კი არა და გასულ ორშაბათს, როცა ჩავიწერე მიმოხილვა, მაშინ ფასი იმყოფებოდა ისევ ამ ზონაში, აი ამ ორ ზონას შორის. ძალიან დიდი ალბათობით იყო მოსალოდნელი ფასის დაშვება. პირველი მხარდაჭერა მისთვის იქნებოდა ნიშნული 84,200, ხოლო მეორე 81,000 და სიმართლე გითხრათ, ჩემი მოლოდინი იყო ამისკენ, უფრო 81-ისკენ, რომ დაიშვებოდა ასე ღრმად უფრო ფასი, თუმცა იმის შემდეგ, რაც შემოვიდა ისევ მყიდველის ზონაში, ფასმა მიიღო ისევ რეაქცია აღმავალი მიმართულებით. ახლა ვხედავთ იმას, რომ გამოდის კი არა და გამოვიდა ისევ მყიდველის ზონიდან. მოდით შევხედოთ აი ესე ამ სიტუაციას. ინტერესს იწვევს აი ეს სანთელი 19 დეკემბრის ზედა ნაწილში ვხედავთ გარკვეულ ანომალიებს დაფიქსირებულს. როცა მწვანე სანთლის, ეს არის მწვანე სანთელი, აღმავალი სანთელი, როცა მწვანე სანთლის ზედა ნაწილში ვხედავთ ანომალიებს, ეს ნიშნავს, რომ გააქტიურდა გამყიდველი და შეიძლება მოხდეს კორექცია, ჩამოსვლა. მაგრამ რომ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, თუ ვისი კლასტერია, ანუ ვისი მოცულობა, ბევრად ჯობია დაველოდოთ დასტურს. შემდეგმა ორმა დღემ, 20 და 21 დეკემბრის სანთლებმა, დაადასტურეს ის, რომ ეს არის მყიდველი სანთელი. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის მანიპულაცია, ეს არის ნამდვილი მყიდველი თუ ვინც არის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჯერჯერობით ამ მომენტში ეს კლასტერები პოზიციონირებულია როგორც მყიდველის კლასტერები, რის შემდეგაც ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დაიწყო აღმავალი მოძრაობა და კიდევ ერთი მცდელობა ფასის აწევის, ხო? გამოსულია ფასი მყიდველის ზონიდან. პირველი თარგეტი მისი იქნება პირველი წინააღმდეგობა, რომელსაც შეხვდება. თუ რა თქმა უნდა გააგრძელა აღმავალი მოძრაობა, ეს იქნება 92,200 გამყიდველის ზონის ქვედა ზღვარი. თუმცა შეიძლება იქამდე ვერც ავიდეთ და რატომ გეტყვით? აი ეს სანთელი არის გასული კვირის
გასული კვირის მაქსიმუმი შეიძლება უბრალოდ გავსვიფოთ და ჩამოვიდეთ ისევ ქვემოთ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ზოგადად აქედან ტრეიდის გახსნა ყველაზე სწორი იქნებოდა ამ ნიშნულიდან 88,000-დან 88,600-დან როგორც პირველი თარგეტი იქნებოდა 90,000 მოდი ესე ავიღოთ, მოდით ესე და მეორე თარგეტი ეს მინიმალურ თარგეტებზე ვიძახი 92,200. შეიძლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია უფრო მაღლა ავიდეს და საერთოდ all time high, ასე ვთქვათ, დაამყაროს. არავინ იცის წინასწარ, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია ასეთი სცენარი იმის მიხედვით, რაც აი აქ დაფიქსირდა, მაინც და მაინც არ არის ისეთი ტიპის ანომალიები, რამაც გამოიწვია აი ეს მოძრაობა. ისეთი ტიპის ანომალიები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აი ახლავე ვთქვა, რომ ჩვენ ავდივართ მაქსიმუმამდე და ასე შემდეგ. მოდით ახლა განვიხილოთ 4 საათიანი time frame-ი, სადაც გამოყენებულია market profile-ი კვირის, თითოეული აი ესეთი მოცულობითი ზონა, ეს არის ერთი კვირა. ისევ და ისევ შევხედოთ სად ვიმყოფებით და სად მივიდა ფასი სად მივიდა გასული კვირის განმავლობაში კორექცია სადამდე მოხდა. ნახეთ როგორც ვიძახდი რომ ველოდები ფასს აი ამ ქვედა მოცულობითი ზონის დასატესტად. ქვედა მოცულობითი ზონის უпростоრად მოცულობითი ზონის ქვედა საზღვრის ხო დასატესტად ველოდები. აქ კი მოხდა, რა თქმა უნდა, ერთხელ აი ამ მოცულობითი ზონის VAL-ის დატესტვა, კიდევ ერთხელ რახან ჩამოდიოდა ფასისთვის მხარდაჭერა მოცულობითი იყო აი ეს ადგილი და ხედავთ რომ გარკვეული რეაქცია კი მიიღო. სიმართლე გითხრათ, აი აქედან არ შევსულ ამ დატესტვის შემდეგ არ შევსულ ვარ ტრეიდი არ გამიხსნია პოზიციაში. არ შევსულ ვარ long პოზიციაში. აი აქ სადღაც მქონდა short პოზიცია, Telegram არხზე იყო მოწერილი ეს ყველაფერი. Long-ში არ შევსულ ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის აი ეს ორი სანთელი არ იყო იმდენად სანდო, რომ შევსულიყავი პოზიციაში. ეს შეიძლება იყოს როგორც დღიური time frame-დან გამომდინარე გითხარით, შეიძლება იყოს უბრალოდ კორექცია აღმავალი და ისევ ჩამოსვლა გაგრძელდეს. მრავალჯერ დავტესტეთ ქვედა ზღვარი, აი ამ მოცულობითი ზონის, როგორც ხედავთ, მაგრამ ზედა ზღვრამდე ვერა და ვერ ავედით. ფასისთვის უპირველესი მიზანი არის ამ წუთას რომ მიაღწიოს 96,000. მიაღწევს თუ ვერა სამწუხაროდ ვერ გეტყვით ამ ეტაპზე, მაგრამ რახან ვიმყოფებით აი ამ მოცულობით ზონაში და ნახეთ კიდევ ერთი აღმავალი იმპულსი მიიღო ფასმა, ხო? არსებობს ვარაუდი იმისა, ალბათობა იმისა, რომ ჩვენ მივაღწიოთ 96,000. ჯერჯერობით ასე. Bitcoin-თან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ყველანაირი აპდეიტი კვირის განმავლობაში რაც მოხდება, ყველაფერი დაიდება Telegram არხზე, ასე რომ შემომიერთდით, თუ თქვენთვის ეს საინტერესოა. გავაგრძელოთ მიმოხილვა, გავაგრძელოთ Ethereum-ის განხილვით. დღიური time frame-ი, მოცულობითი ზონები, როგორც არის მონიშნული წინა მიმოხილვიდან გამომდინარე იცით, შეგახსენებთ გამყიდველი ზონა, მყიდველის და ზემოთ კიდე გამყიდველი ზონა, იქამდე შორია, ასე რომ ჯერჯერობით არ ჩანს, არ მაქვს ჩართული ეს ზონა რომ ჩანდეს. ჩვენთვის საინტერესო ჯერჯერობით ეს ორი ზონაა. ხო? სადაც ფასი მოძრაობს. ადის ჩამოდის. მოდით ახლოდან განვიხილოთ. იმის შემდეგ რაც ავიდა ფასი პიოსიმდე გამყიდველი ზონის, მივიღეთ რეაქცია დაღმავალი მიმართულებით.
შემდეგ კვირის განმავლობაში, ნახეთ გასული კვირის განმავლობაში 18-ში დაფიქსირდა ასეთი ტიპის სანთელი, თუმცა ეს იყო როგორც გამყიდველი სანთელი და რატომ? იმიტომ რომ ზემოდან არის უფრო დიდი ჩრდილი, შესაბამისად გამყიდველი სანთელია და მასში ფიქსირდება გარკვეული ანომალია, რის შემდეგაც აღმავალი მოძრაობა იწყება. აი, ისეთი ფაქტორებია, რომლებზეც ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ აქ რა ხდება და მით უმეტეს მაგალითად ჩემთვის ეს არ არის საკმარისი, როცა ფასი იმყოფება ორ ზონას შორის, ხო, რომ გახსნა გარკვეული მიმართულებით ტრეიდი. შესაბამისად ანომალია, აღმავალი მოძრაობა ისევ ზედა ნაწილში აი ამ მწვანე სანთლის მოდით სანთლური რეჟიმი ჩავერთოთ, ზედა სანთლის თან უახლოვდება მისთვის წინააღმდეგობის ზონას და ფიქსირდება ანომალიები, თუმცა გადალახა ფასმა ეს ანომალიები და ხედავთ კიდევ ერთი მწვანე სანთელი, ეს უკვე დღევანდელი დღის სანთელია, უახლოვდება გამყიდველი ზონის ქვედა ზღვარს, VALs და ისევ ანომალია ფიქსირდება, დელტა ანომალია აი ამ სანთელში, დღევანდელი დღის სანთელში, თუმცა ეს შეიძლება ეს ანომალია გაქრეს, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ჯერჯერობით დახურული არ არის, ასე რომ თვალს ვადევნებთ, რა მოხდება, საინტერესოა, რა თქმა უნდა. მოცულობით კლასტერულ ანალიზზე გადაღებულ ვიდეოში კომენტარი იყო, რომ ვიზუალურად რომ გვაჩვენო, როგორ იქცევა ფასი წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის დონესთან როცა უახლოვდება. შეხედეთ, მეგობრებო, აი ნათელი მაგალითი. ნახეთ, ფასი გამოდის, ანუ გადალახა ეს მისთვის წინააღმდეგობის მხარდაჭერის ზონა გადალახა, გამოვიდა. ეხლა ეს ნიშნული 80 რა შუაშია და ეთერიუმია. ნუ 3000 დავუშვათ, მოდი დავამრგვალოთ, $3000 მისთვის უკვე წინააღმდეგობად იქცა, უახლოვდება და ხედავთ ზედა ნაწილში როგორ ფიქსირდება მაქსიმალური კლასტერი, აი ეს არის მაქსიმალური კლასტერი, მონიშნულია კიდევაც, ხედავთ 1 მილიონი მოცულობაა გასული, 1 მილიონი ყიდვა-გაყიდვის ჯამური მოცულობაა ეთერიუმზე, კონკრეტულად აი ამ კლასტერში დაფიქსირებული, დანარჩენებშიც ხედავთ, ხედავთ რომ მაქსიმუმები, ხო, ყველაზე დიდი მოცულობები კლასტერებში დაფიქსირებულია აი ამ მწვანე სანთლის ზედა ნაწილში, რაც ერთგვარად გვეუბნება, რომ აქ უკვე გააქტიურდა გამყიდველი ზონასთან, ნახეთ, თან უახლოვდებით, გამყიდველი გააქტიურდა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობდა მყიდველსა და გამყიდველს შორის, შემდეგ ფასი ქვემოთ არ ჩამოდის, ესეც აღსანიშნავია. ჩვენ გადავლახეთ, შეიძლება ითქვას, ეს მოცულობები უკვე იქცა ფასისთვის მხარდაჭერად, მაგრამ ამავდროულად ფასი უახლოვდება წინააღმდეგობის ზონას. ამ სიტუაციაში მე არ გირჩევთ პოზიციის გახსნას და რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ კი გვაქვს მხარდაჭერა, რომელსაც წარმოადგენენ აი ეს მოცულობები, ხოლო ზემოდან გვაქვს ძალიან დიდი გამყიდველი ზონა, აი ეს სულ არის გამყიდველი ზონა და ფასი თუ შემოვიდა, როგორ მოიქცევა ამ სიტუაციაში, ნუ ჯერჯერობით გაურკვეველია. შესაბამისად, ველოდებით, ჯობია რომ შემოვიდეს, თუ შემოვა, რა თქმა უნდა, გამყიდველი ზონაში, გადალახავს $3000 ნიშნულს, მნიშვნელოვანია რომ როგორ დაიხურება ეს დღევანდელი სანთელი და შემდეგ უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანა.
ფასი, ნახეთ, სად გაჩერდა ფასი და საიდან დაიწყო აღმავალი მოძრაობა? ფაქტიურად HR-ში, სადღაც HR-ში გაჩერდა. გასაგებია, რომ დავტესტეთ აი ეს ძლიერი ანომალიები, საიდანაც წინა აღმავალი მოძრაობა დაიწყო, მაგრამ მაინც HR-შია ეს ყველაფერი. 2670 ფასისთვის არის როგორც მხარდაჭერა თუ ჩამოვიდა და შესაბამისად თუ რაღაც გარკვეული ანომალიები დაფიქსირდა, ავიღოთ გავხსნათ long პოზიცია. თუ აქ დაფიქსირდა მაგალითად და ისევ აი ამ სანთელში რაღაც ანომალიები დაფიქსირდა, შეგიძლიათ დაელოდოთ დასტურს მაგალითად შავ სანთელს, ანუ იგივე წითელ სანთელს და შემდეგ გახსნათ შორტი როგორც მინიმუმ ამ ნიშნულამდე და ასე შემდეგ. HR-დან უბრალოდ არ გირჩევთ აი ეს HR-ში აი ამ მინიმუმს, აი ამ სანთელს არ ენდოთ მაინც და მაინც არ არის სანდო რა. პატარ-პატარა ტრეიდები კი რა თქმა უნდა შეგიძლიათ გახსნათ, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც მნიშვნელოვან აღმავალ მოძრაობაზე ეთერიუმზეც ჯერჯერობით არ შეიძლება. ახლა გადავიდეთ ეთერიუმის 1 საათიან ტაიმფრეიმზე, რომელზეც გამოყენებულია მარკეტ პროფაილი კვირის. აბა ვნახოთ სად იმყოფება მხარდაჭერა, წინააღმდეგობა და ასე შემდეგ, როგორი ანალიზი შეიძლება გაკეთდეს აქედან გამომდინარე. წინა კვირები განვიხილოთ, იმიტომ რომ წინა კვირები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ გარკვეული პროგნოზი. აი ეს კვირა განვიხილოთ, აი ასე. ნახეთ, ფასი ისევ შემოდის ამ ზონაში, ქვედა ზღვართან ჩამოდის, ცრუ გამოსვლა ქვემოდან და ისევ შემოვიდა აი ამ კვირის ფარგლებში. ფარგლებში შემოვიდა. ჩვენთვის საინტერესოა ამ ეს კვირა ფასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვირის მოცულობითი ზონა. იმიტომ რომ ერთი ცრუ გამოსვლა, მეორე ცრუ გამოსვლა და ისევ შემოვიდა აი ამ კვირის მოცულობით ზონაში. როგორც მინიმუმს უკვე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მინიმუმი, იმიტომ რომ მინდოდა მეთქვა, რომ ფასისთვის მინიმალური ტარგეტი არის POC, ამ კვირის POC, თუმცა უკვე მანდ იმყოფება POC-სთან. ნახეთ, აი ეს წითელი ხაზი ამ კვირის POC-ს ტესტავს. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ზედა ზღვართან ავიდეს, როგორც მინიმუმ. შემდეგ შეიძლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გააგრძელოს აღმავალი მოძრაობა, საერთოდ ეს მაქსიმუმიც მოხსნას, მაგრამ მინიმალური მისი მიზანი არის ნიშნული 3200. მოდი დავამგვავოთ. მით უმეტეს აი ეს მაქსიმუმი ნახეთ, სადღაც HR-შია გაჩერებული. სპეციალურად სავარაუდოდ დატოვეს აი ეს ლიკვიდურობა, რომ შემდეგ მოიხსნას და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, დაღმავალი მოძრაობა გაგრძელდეს. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს უბრალოდ კორექციაა, ჩვენ აი ამ ჰაის ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ მოხსნით. უბრალოდ შეხედეთ, მოდით დავმალავ ამ მოცულობით ზონებს. უბრალოდ შეხედეთ, როგორ მოძრაობს ფასი. აი ესე. ნახეთ, ამ მაქსიმუმის შემდეგ რა უცებ ჩამოდის ფასი, იმპულსურად ჩამოდის. ჩამოსვლა, პატარა ბალანსი, ჩამოსვლა, ერთგვარი კორექცია ბალანსი, ჩამოსვლა იმპულსური და ასე შემდეგ, ხო? და ასულისას ეხლა შეხედეთ, როგორი ტემპებით ადის, ხო? ეს თუ ნამდვილი ისეთი ჯანსაღი აღმავალი მოძრაობა, როგორ ადის? ოდნავი იმპულსი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი ბალანსი შეიქმნა და ჯერჯერობით არ ჩანს კიდევ ერთი იმპულსი. კი შეიძლება მოხდეს, მაგრამ
მიაქციეთ ყურადღება ასევე price action-ს. ანუ price action-ი რა არის? ფასის მოძრაობა, ხო? price action. ანუ ფასის მოძრაობა, როგორ მოძრაობს ფასი? უფრო სწრაფი ტემპებით ადის თუ ჩამოდის? ჩამოსვლა ბევრად სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე ეხლა აღმავალი მოძრაობა. შესაბამისად, ჩემთვის მაგალითად პრიორიტეტი არის უფრო short პოზიციები გარკვეული ზონიდან. რა თქმა უნდა, გარკვეული ანომალიები თუ დაფიქსირდა, აი 3200-მდე აწევას ფასის მაინც ველოდები და შემდეგ ისევ ჩამოსვლას. ჩამოსვლას აი ამ მინიმუმების მოხსნით, რა თქმა უნდა. ვნახოთ რა მოხდება, მეგობრებო, კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ Telegram არხი, სადაც უკვე კვირის განმავლობაში გარკვეული აპდეიტები იქნება, რა თქმა უნდა, ფასის ცვლილებასთან ერთად. თუ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება, ხვალ, ზეგ, მაზეგ და ასე შემდეგ კვირის განმავლობაში აპდეიტები დაიდება უკვე პოსტების სახით Telegram არხზე. ასე რომ გირჩევთ გამოიწეროთ, ვფიქრობ საინტერესო პოსტები იდება ანალიტიკით. ამით გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.